ალექსანდრიაში ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ სახელად ატარებდა ღვთისმიერ ბოძებულ მადლს, ქალწულებას. სინამდვილეში კი ხარბი, ჭირვეული და ფულის მოყვარე გახლდათ. უფრო მეტად ვერცხლის მოყვარე იყო, ვიდრე ქრისტეს მოყვარე. თავისი ქონებიდან მოწყალებად მაწანწალის, ღარიბ ღატაკის, ბერმონაზონის, ქალწულის, უბედურებაში მყოფი ადამიანის, ან კიდევ ეკლესიისთვის ერთ ოვოლსაც არ გაიღებდა. მიუხედავად წმინდა მამათა მრავალჯერადი შეგონებისა, ხარბი ქალწული სიმდიდრის ტვირთისაგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა. დიდარ ქალწულს ნათესავები მრავლად ჰყავდა და აღსაზრდელად დის ქალიშვილი აიყვანა. ახლად შეძენილ შვილს მთელი ქონების დატოვება სპირდებოდა, ზეციური სასუფეველის არსებობა კი არ ახსენდებოდა. ამგვარი ყოფა ეშმაკის ცდუნებათა ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანში ახლობლებისადმი სიყვარულის საბაბით მომხვეჭელობის ვნება ისადგურებს. ალექსანდრიის ღარიბ ღატაკთა თავშესაფრის მოძღვარმა ზედამხედველმა წმინდა მაკარიმ განიზრახა სიხარბის სენისაგან განეკურნა ქალწული. ახალგაზრდობაში წმინდა მამა ქვისმთლელის ხელობას ფლობდა. ერთხელ წმინდა მაკარიმ დიდარ შინაბერასთან მივიდა და უთხრა: ძვირფასი ქვები, ზურმუხტი და იაგუნდი აღმოვაჩინე. მოპარულია თუ შეძენილი არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ შეუფასებელია. მფლობელი 500 ვერცხლად ყიდის. თუ ძვირფასი ქვების შეძენას აპირებ, თანხა მე გამატანე. შენაძენი ქალიშვილისთვის გამოგადგება. დიშულზე ვითომ შეყვარებულ ქალწულს გაუხარდა შესაძლებლობა, რომ მიეცა საყვარელი არსება, თვალმარგალიტით შეემკო. წმინდა მამას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: "ქმენ წყალობა, არავის მიყიდო." წმინდა მამამ უპასუხა: "წამოყევი და ძვირფასეულობა შენი თვალით იხილე." ხარბმა ქალწულმა კი 500 ვერცხლით ჩაუთვალა და მიმართა. "გთხოვ თვითონვე მომართვა, რადგან იმ ადამიანთან შეხვედრა არ მსურს, ვინც მათ ყიდისო." წმინდა მაკარიმ მოპოვებული თანხა თავშესაფრის კეთილ მოწყობას და კეთილდღეობას მოახმარა. დიდი ხნის შემდეგ მდიდარი მოვალე წმინდა მამას ეკლესიაში შეხვდა და შეეკითხა: "სად არის ძვირფასეულობა 500 ვერცხლად რომ შევიძინეო?" წმინდა მაკარიმ უპასუხა: "როგორც კი ფული მომეცი, თანხა პატრონს მიუტანე და ძვირფასი ქვები გამოვართვი. თუ მათი ნახვა გსურს, თავშესაფარში წამომყევი და იხილავ." ხარბი ქალწული სიხარულით გაჰყვა. წმინდა მამის მიერ დაარსებული მოწყალების სახლი 2 სართულისგან შედგებოდა. მეორე სართულზე ქალები ბინადრობდნენ, პირველზე კაცები. როდესაც ღარიბთა თავშესაფარს უახლოვდებოდნენ, წმინდა მაკარი შეეკითხა: "თავდაპირველად იაგუნდის თუ ზურმუხტის ხილვა გსურსო?" "როგორ წინებებ?" უპასუხა ქალწულმა. ბერმა ზემო სართულზე აიყვანა და დასნეულებული ქალები უჩვენა. "ეს იაგუნდია." შემდეგ ქვემოთ ჩამოიყვანა და დავრდომილ კაცებზე მიუთითა: "ეს კი ზურმუხტი. ამაზე ძვირფას ვერსად მოიძიებ. თუ არ მოგწონს, ფულს დაგიბრუნებ." ხარბი ქალწული მოწყალების სახლიდან დარწმენილი გამოვიდა და სახლში მისვლისთანავე წუხარებამ შეიპყრო, რომ კეთილი საქმე ღვთის სიყვარულის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამის შემდეგ გონსმოსული ქალწული თვალის ახელვისათვის წმინდა მამას დიდად მადლობდა.